სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის შეგვეციოს წმინდა გიორგის მეოხება და ლოცვა ღვთის წინაშე ჩვენი სულების საცხოვნებლად და ღმერთმა მრავალს დაგასწროთ განსაკუთრებით გიორგებს გილოცავთ ამ დღეს, იმიტომ რომ თქვენ სწორედ მისი სახელი გქვიათ, ესე იგი. როდესაც მშობელი არქმევს შვილს სახელს, ამა თუ იმ წმინდანის სახელს არქმევს, ეს არის ქრისტიანული ძალიან კარგი ტრადიცია, ესე იგი, რომ ამა თუ იმ წმინდანს შეავედრებს თავის შვილს და ამ შემთხვევაში წმინდა გიორგის. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ასეთი რამ, ასე იგი, ჩვენ წმინდა გიორგის ცხოვრება ასე თუ ისე წავიკითხავს და ვიცით მის შესახებ და ასე იგი, რამდენად შეიყვარა წმინდა გიორგი ღმერთი, რომ აი მისთვის რამდენი რამე მოითმინა. რამდენი სატანჯველი მოითმინა, რამდენი შეურაცხყოფა მოითმინა. და როგორი სატანჯველი კიდე. რამდენი ერთია და როგორი სატანჯველები მოითმინა და ბოლოს და კიდევ ერთი რამ, რომ არა მარტო სატანჯველი მოითმინა, არამედ მანამდე ჯერ უარი თქვა ყველაფერი იმაზე, რაც ესე იგი მას წინ ელოდა. რომ ამხელა შეიძლება დღევანდელი სიტყვით რო ვთქვათ, ამხელა კარიერა ელოდა წინ, ამხელა შეიძლება იმპერატორიც კი გამხდარიყო. მაგრამ ამ ყველაფერზე, იმ თანამდებობაზეც, იმ სიმდიდრეზეც, იმ პატივზე თუ იმ რაღაცა ადამიანების მხრიდან, ესე იგი, შექებაზე და იმაზე ყველაფერზე უარი თქვა. ყველაფერი ქრისტეს გულისთვის ნაგავად ჩათვალა და ქრისტეს გულისთვის თავისი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეც კი შეწირა. ქრისტიანობაში მთავარი ის არის, რომ ადამიანი რამდენად ემსგავსება ქრისტეს. არ გინდა ესეთი. არ არის საჭირო მაგის გადახდა. აი ნიკოს უთხარიდან მოგეხმარება. ჩვენ რო დავფიქრდეთ, ესე იგი, პირველ რიგში ადამიანმა თავის თავს შეკითხვა უნდა დაუსვას. მე რისთვის მოვედი, ჯერ ამ წუთის სოფელში და მე ეკლესიაში რისთვის მოვედი. და თუ ჩვენი ეკლესიური ცხოვრების მიზანი არ არის ის, რომ ჩვენ გჯერა მარადიულობის, გჯერა მარადიული სიხარულის, მარადიული მწუხარების და თუ ჩვენ სულის გადასარჩენად არ მოვედით, მაშინ ტყუილად მოვსულოთ. აი საბოლოო მიზანი ეს უნდა იყოს. შეიძლება თავდაპირველად ღმერთს 1000 გვარი გზით მოყავს ადამიანი ტაძარში, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ეს მიზანი ჩვენი აქ მოსვლისა თუ არ დაუკავშირდა ჩვენი სულის გადარჩენას, მაშინ ადამიანი ცოტა ხანი ივლის ტაძარში ივლის, მერე მობეზრდება, იმიტომ რომ ვერ გაიგებს რისთვის დადიოდა და დაბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა. მაგრამ თუ ადამიანი ჩაწვდა იმ არსს ჩვენი აქ მოსვლისა და მიხვდა, რომ ჩვენ აქ სულის გადასარჩენად მოვდივართ, მაშინ ის აღარ მიატოვებს. და მერე უნდა დაფიქრდეს ადამიანი, მე იმისათვის, რომ სული გადავირჩინო და ქრისტეს ვერდგულო, რისი გაღება შემიძლია. ან დღეს რას ვიღებ ამის გამო, რა გავიღე დღემდე ამის გამო. და ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი, რომ ჩვენ აი ამაზე ვფიქრობდეთ, რომ მე რისი დათმობა შემიძლია ქრისტეს სიყვარულისთვის. ჩვენ შეიძლება მოწამეობაზე არავინ არ გვეპატიჟება, ესე იგი. ნუ აწვალეთ, წაიყვანეთ ის ბავშვი ცოტა. ესე იგი, ჩვენ შეიძლება ეს ასპარეზი არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასპარეზი მარხვისა. გვაქვს ასპარეზი ლოცვისა, რომ დილით ადრე ადგე ილოცო. ადრე რატო ვამბობ? როცა შენი თავი მაგალითად მანდილოსნები ხართ, როცა თქვენი თავი შვილებს სჭირდება, მეუღლეს სჭირდება და თქვენ ამ დროს ლოცულობთ, ეგ არასწორია.
როცა შვილია გასამზადებელი სკოლაში უნდა გაუშვათ და ჩვენ ამ დროს ლოცულობთ, ეგ არ არის სწორი ქრისტიანობა. დილით ადრე იმიტომ უნდა ადგილოთ, ჩვენი ძილის ხარჯზე უნდა ვილოცოთ. შეიძლება ცოტა გვიანაც მოგიწიოს დაწოლა იმის გამო, რომ ჯერ სხვას მოემსახურო და მერე ილოცო. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ამბობს, ერთ-ერთ ბერძზე ყვება მონასტერში, რომ ესე იგი მასაც ხო თავისი პირადი კანონი ჰქონდა შესასრულებელი და წუხდა იმის გამო, რომ მე მოსვენება მაქვს დაკარგული ვერ ვასრულებ ჩემს პირად ლოცვით კანონს, იმიტომ რომ იქ მონასტერში ერთ-ერთი სნეული ბერი ცხოვრობდა და ისო და ერთ გვერდიგერდ სენაკში იყვნენ, გვერდიგერდ კელიაში და კედელზე მომიკაკუნებსო და მეუბნებაო, რომ ხან ცხელი აგური ჭირდებაო გასათბობად, რომ გათბეს და ხან კიდე ჩაი ჭირდებაო და მეძახისო ხან აგური, ხან ჩაიო და მოკლედ აღარ შემიძლიაო, რომ ვერ მოვისვენეო, რომ მე ჩემი პირადი კანონი შევასრულო და ბოლოს თუ არ ვწდები, უარიც კი უთხრა მომსახურებაზე და დადგა და ლოცულობდა. წმინდა პაისი ამბობს, ნახეთო რას ამბობს. ახლა იმას უარი უთხრაო და დადგა და ლოცულობსო და ეს ლოცვა კი არ აცხონებსო. ის აგური და ჩაი უფრო მნიშვნელოვანიაო, რომ მას მიუტანო ვიდრე შენ დადგე და ილოცო. ესმით აი სხვის იმსახურების ხარჯზე რომ ჩვენ ვლოცულობთ, ეგ არ არის სწორი. მით უმეტეს ერში. რაღაცას ჩვენ დავიჭირდა, მეუღლე მოვიდა დაღლილი. შეიძლება საკვები არ გაქვს გამზადებული და ხედავს, რომ შენ ვლოცულობ, ამით გააღიზიანებ. ამიტომ აი სწორად უნდა შევხედოთ ამას, რომ და ესე ჩვენი ღვაწლია, რომ ადგე და ილოცო, ეს არის ჩვენი მოსათმენი, ეს უნდა შეწირო უფალს. უნდა შეწირო დრო, ესე იგი, უნდა სახარება წაიკითხო. ოღონდ სახარება წაიკითხო იმის გამო კი არა, რომ სახარებას კითხულობ. იმიტომ უნდა წაიკითხო, რომ ადამიანმა ამის მიხედვით მოაწყო საკუთარი ცხოვრება. უფალი ასე ამბობს, რომ ვინცო ისმენსო ჩემს სიტყვებსო და მას ასრულებსო, ის ჰგავს გონიერ კაცს, ის ვამსგავსო გონიერ კაცსო, რომელმაცო კლდეზე ააშენა თავისი სახლიო. და როდესაც იყო წვიმა და წყალდიდობა და ქარიშხალი, ეკვეთა ამ სახლს და არ დაეცა ეს სახლი, იმიტომ რომ დაფუძნებული იყო მტკიცე საფუძველზე. მაგრამ ადამიანი, რომელიც ისმენს ღვთის სიტყვას და მას არ ასრულებსო, ესეთი ჰგავსო უგუნურ კაცსო, რომელმაცო ქვიშაზე ააშენა თავის სახლი და როდესაც იყო წყალდიდობა, ქვიშა, იყო წვიმა, ქარიშხალი, ეკვეთა ამ სახლს და დაანგრია ეს სახლი და დიდი იყო ამ სახლის დაცემა. ან რაზე ელაპარაკი იცით? ჩვენ შორის შეიძლება არიან ადამიანები, ვინც კი ლოცულობს, კი კითხულობს სახარებას, მაგრამ არ ცდილობს, რომ სახარების მიხედვით იცხოვროს. გარეგნულად დაემსგავს ასე თუ ისე მორწმუნე ადამიანს. მაგრამ განსაცდელის წინაშე რო დადგება, ის იმ სახლით ჩამოიშლება ხოლმე, რომელიც ქვიშაზეა აშენებული. გარეგნულად კი ჩანდა, მეზობლებიც ატყობდნენ, აჰა, ტაძარში დადის, იქ ლოცულობს, იქ გველაპარაკება რაღაცებზე, მაგრამ თვითონ რო დადგა განსაცდელის წინაშე, მას მორწმუნის აღარაფერი აღარ ეთყობა. იმიტომ რომ არ არის დაფუძნებული მტკიცე საფუძველზე. და ეს მტკიცე საფუძველი, როგორც პეტრე მოციქულს ეუბნება, შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე დააღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო, აი საფუძველი არის ჩვენი რწმენა ქრისტესადმი, რომ ის არის ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა, რომელიც არის ჩვენი მაცხოვარი, რომლისგანაც ჩვენ პირველი ის უნდა ვისწავლოთ, რომ სულის გადარჩენის გზაზე წავიდეთ, მას მივენდოთ, ესე იგი. თავარი ეგ არის. აი დღეს რომ სამოციქულო ამოიკითხეს ბავშვებმა, როგორ იყო პეტრე მოციქული, შეიპყრო ჰეროდე მეფემ. აი როგორი მინდობა ჰქონდა ღმერთზე პეტრე მოციქულს, ნახეთ, იმიტომ რომ მისთვის თავარი სულის გადარჩენა. თან მით უმეტეს მას გამოვლილი ჰქონდა ის, რომ ქრისტეს ამჯერ უარყო და ვერ უერთგულა და ამანაც განამტკიცა ეს, ამ დაცემამაც განამტკიცა. ზოგჯერ შეიძლება წაქცევა ჯობდეს ფეხზე დგომას, თუ ის წაქცევა რაღაცას გასწავლის. და ჰეროდე მეფემ მოკლა იაკობ მოციქული, აი 12 მოციქულში 2 ძმები არიან იაკობი და
იოანე, პეტრე და ანდრია პირველწოდებული და იაკობი და იოანე ძმები იყვნენ ზებედეს ძეები და ყველაზე პირველი ამ 12 მოწაფეთაგან სწორედ იაკობმა ციქული აღესრულა მოწამეობრივად. ჰეროდე მეფე მოკლა מחვილითო და რო დაინახა რომ ამით იუდეველები მოიმადლიერა, ამას ისიც დაუმატა რომ პეტრე მოციქულით შეიპყრო და საპყრობილეში ჩააგდო. და მათი დღესასწაული იყო და ამიტომ ესე იგი მაშინ არ აღასრულა ეს მკვლელობა, თუმცა მას განზრახული ჰქონდა რომ გამოიყვანდა საპყრობილედან და მოკლავდა. და ბოლო ღამეა. მეორე დილით უნდა გამოიყვანო პეტრე მოციქული და უნდა მოკლან და რა წერია ნახეთ მასზე. შვიდად ეძინა ესე იგი. გარდა ორმაგი ჯაჭვებით იყო შეკრული, თავზეც დარაჯები ადგნენ. იმ ციხის კარებსაც დარაჯები ეყენა. და ამას კიდე ფეხზეც გახდილი აქვს, ტანისამოსიც გახდილი აქვს და ზინა შვიდად. აი ღმერთზე მინდობილი კაცი. შუაღამისას გააღვიძა ანგელოზმა და უთხრა პეტრეო ადექიო მოირტყი სარტყელიო ფეხზე ჩაიცი სამოსელი ჩაიცი და გამომყევი. პეტრე მოციქული ვერ ხვდება. მე წერია რომ მე ხა გააცნობიერა რომ ეს ანგელოზი იყო. გამომყევიო. გაიარეს ეს ციხიდან გამოვიდნენ. ერთი სადარაჯო რო გაატარაო, მეორე სადარაჯო გამოატარა და გამოიყვანა და ქალაქის შესასვლელში, როგორც ჩანს ეს ციხე ქალაქის გარეთ იყო, ქალაქის შესასვლელი რკინისკარი თავისით გაიღო და ერთ უბანს რო გაცდნენ, ანუ გააცილა ანგელოზს, ერთ უბანს რო გაცდნენ, ანგელოზი გაქრა და აღმოაჩინა პეტრე მოციქულმა, რომ ესე იგი გამოსულია ციხიდან და ეს თურმე ანგელოზი იყო. და მანამდე წერია, როდესაც პეტრე მოციქული საპყრობილეში ჩააგდეს, ეკლესიაშიო გულმხურვალე ლოცა აღესრულებოდა მისთვის. და ანუ სანამ ანგელოზი მივა და გააღვიძებს, ჯერ წინ უძღვის ეს სიტყვები, რომ გულმხურვალე ლოცა აღესრულებოდა მისთვის. და ღმერთმა წინება, რომ ასე გამოეხსნა. იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ჩვენ შორის რომელიმეს რაღაცა განსაცდელი აქვს, სულიერი იქნება ეს სულიერი დაცემა იქნება თუ ხორციელად რაღაცა საფრთხის თუ რაღაც ჭირის წინაშე დგას, იქ ჩვენ ერთმანეთი კი არ უნდა განვიკითხოთ, რომ იმას ეს მოვიდა, იმას ის მოვიდა, ამიტომ და იმიტომ. ჩვენ ერთმანეთისთვის უნდა ვილოცოთ და თუ იქ, სადაც ერთი შეხედვით ადამიანური გაგებით შეუძლებელი იყო პეტრე მოციქულის გარეთ გამოყვანა. წარმოიდგინეთ, ორმაგი ჯაჭვებით შეკრული 1000 ეს დარაჯი თავზე ადგას და იქიდან შეძლო რომ გამოეყვანა, რა გასაკვირია რომ ესე იგი იმ სიტუაციიდან რაში შეიძლება თითოეული ჩვენთაგანი აღმოჩნდეს, ღმერთი გამოიყვანს. მაგრამ თავარი აქ ჩვენი რწმენა ესე იგი და ჩვენი მინდობა ღმერთისადმი. და თავარია კიდე ის, რომ ჩვენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი და თუ აქამდე რაღაცას ცოდავდით, ეხლა პირიქით სიწმინდით გავაგრძელოთ, ღვთის სიტყვის მიხედვით გავაგრძელოთ ცხოვრება ესე იგი და ზოგჯერ განსაცდელიც ამიტომ მოგდის, რომ რაღაცას ეთყობა არ ვაკეთებთ ისე როგორც საჭირო. ადამიანმა უნდა შეინანოს თავისი ცოდვა, უნდა მიატოვოს ის თუ რამეს ღვთის წინაშე არასწორად აკეთებდა და დადგეს სულის გადარჩენის გზაზე, იმიტომ რომ ამ წუთის სოფელში სიხარულის დროებითია და მწუხარებაც. მაგრამ თითოეული ჩვენთაგანს ელოდება მარადიული სამყოფელი, ან სიხარულში, ან მწუხარებაში. და ის უკვე მარადიულია, ის აღარ შეიცვლება. იმას დასასრული არ აქვს და აი ეს მარადიულობა ადამიანს უნდა აშინებდეს. იმიტომ რომ აქ თუ იმედი აქვს, რომ ეს განსაცდელი გაივლის, იქ არ გაივლის. და აქ თუ შიში აქვს, რომ ეს სიხარული რაც დღეს აქვს და არ უნდა რომ დამთავრდეს, მაგრამ მაინც იცის რომ დამთავრდება, იქ ის სიხარული არასოდეს არ დამთავრდება. ამიტომ აქ ადამიანი სიხარულშიც თავშეკავებული უნდა იყოს. იმიტომ რომ იცოდეს რომ ეს სიხარული დამთავრდება. იყო ჭირის დღეები და კვლავ შეიძლება დადგეს ჭირის დღეები და ამიტომ უნდა ფრთხილად იყოს იმ სიხარულშიც. განა არ გაიხაროს, გაიხაროს, მაგრამ თავშეკავებული იყოს. და როდესაც ჭირის დღეები მოდის, ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ გქონდა სიხარულის დღეები, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, და რომ კვლავ გვექნება ის სიხარულის დღეები. და ამით უნდა ნუგეშობდეს ადამიანი. ჭირშიც ნუგეში უნდა ჰქონდეს. ხიში თავშეკავება უნდა ჰქონდეს.
ახსოვდეს რა, რომ ორივე არის დროებით. მაგრამ ის რაც თითოეულ ჩვენთაგანს ელოდება, ის მარადიულია. და იმ მარადიულს ადამიანი აქვე ირჩევს და წმინდა გიორგი ყველაფერი გაიღო იმისათვის, რომ თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა იმ წარმართთა წინაშე, რომ ესე იგი მე იმდენად მწამს ეს მარადიული ყოფა, რომ მე ჩემს სიცოცხლესაც კი ვწირავ, ოღონდაც ის არ დავკარგო. აი ესე სწამდა, აი ესე უყვარდა უფალი. და ჩვენც რამდენადაც ჩანს ჩვენ საქმეებში, იმდენად გვწამს და იმდენად გვიყვარს. არავინ არ თქვას, რომ მე ასე მწამს და მე ისე მწამს, მე ასე მიყვარს და ისე მიყვარს. არ არის საჭირო ამის ლაპარაკი. თითოეული ადამიანის საქმეებში ჩანს, ვის როგორ სწამს და ვის როგორ ჯერავს და ვის როგორ უყვარს. ამიტომ შევხედოთ ჩვენს თავს, ესე იგი. ჩავიხედოთ ჩვენ სულიერ სარკეში და ვნახავთ ჩვენ როგორ გვწამს. და ჩავიხედოთ კიდე წმინდათა ცხოვრებაში და ჩვენ აღმოვაჩენთ როგორ უნდა გვწამდეს, როგორ უნდა გვიყვარდეს და ჩვენ მათ უნდა მივიბაძოთ. ამ შემთხვევაში წმინდა გიორგის და ჩვენი მისადმი თაყვანისცემის ყველაზე საუკეთესო ფორმა ეს არის, რომ ჩვენ მას ბაძავდეთ. არა მარტო ის, რომ ხატის წინ სანთელი დაანთო, თუ ცხარი დაუკლა, თუ შეიძლება ესეც ფორმაა, რა თქმა უნდა. რომ შენ რაღაცა გაიღო მისთვის, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ მას მივბაძოთ. ქრისტეს სიყვარულში, მივბაძოთ რწმენაში, მივბაძოთ ადამიანებისადმი სიყვარულში და მათდამის სწორ დამოკიდებულებაში. ეს იქნება ყველაზე სწორი თაყვანისცემა ჩვენი მხრიდან, სწორედ წმინდა გიორგის მიმართ და თითოეული წმინდანის მიმართ. მერთმა დალუცვილი და გახარებულები გამყოფით. ქრისტე აღსტა.